როგორ ხართ მეგობრებო? და მეორე ადამიანი მწერს რა ლამაზი თმის ფერი გაქვს, რით იღებაო და არა, ჩემ ბუნებრივი ფერის თმა და აი მეც ძალიან მომწონს და არ ვიცი რატო ვიღებავდი იმ რაღაცა სიყვითლე გაუბედურებული ფერები, მეც იღება ხოლმე რომ მახსენდება ის ფერები, თუმცა თან აი ლურჯი წითელი ყვით, ანუ ოკეი ხათ, თინეიჯერ ხატიას, მადლობა გადავხოდოთ მაინც ყველაფრისთვის, რაც განუხორციელებია თავისი თავისთვის. ხო და ეხლა საჯარო გაშლა იყოს სახელწოდებით, ნანობს თუ არა თქვენთან დაშორებას, თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი. ის რა ნანობს როგორ არ ნანობს, მაგრამ აი ქმედებაში რომ უმოქმედო არის, აი რაღაცა ეგ აქვს რა, ეგ ჭირს. მაგრამ თან ამავდროულად აი რაღაცნაირად არის ძალიან აი ამბოხი აქვს შინაგანი, რომ აი როგორ შენ აკადრე ამ ადამიანს და თითქოს აი დაშორდი, დააკენსელე, ჩააკენსელე, მიაკენსელე, არ ვიცი, აი რაღაც აი ძალიან ისე არა, ამ ყველაფერზე სერიოზულად გაბრაზებულია, რომ აი როგორ თუ შენ მე ეს მაკადრე, აი რაღაცა ეგ ჭირს. რაც აი სინანულის განცდა ინახეთ რა დოზით აქვს, ძალიან მაგრად აქვს სინანულის განცდა, მაგრამ თან ამავდროულად როგორი განცდა აქვს, იცი რომ აღელვებ, აშინებ, ადარდებ და ყველაფერს აკეთებ. აი თითქოს აი მისთვის მთელი სამყარო ხარ, მაგრამ თან იმდენად აშინებ, რომ შერიგებაზე მეტად ის აშინია, რომ რო დახვდები, როგორ დახვდები. ხო და ეს ძალიან საინტერესო ფაქტორია. ძალიან ბევრს ვფიქრობ სხვათა შორის შერიგებაზეც. და სხვათა შორის ძალიან მოენატრე და ნანობს შენთან დაშორებას. მაგრამ ეს დაშორება არ არის რაღაცა სამუდამო დაშორება, აი რაღაცა დროებითი გაჩერებულობა, სადაც იქნება საინტერესო გაგრძელება თქვენი შორის. მადლობა ყურადღებისთვის.